რაც გახარიაზე თავდასხმის გამოძიებაზე ვიცით ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ჩვენ გვაქვს შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი, სადაც არიან ყოფილი პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, მოქმედი ადვოკატები და ჩვენი გამოძიების შედეგად დადგენილი გვაქვს ის, რასაც არ ადგენს ივანიშვილის პროკურატურა, რასაც არ ადგენს რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოები და რომლის დადგენის ინტერესი ოცნებაში არ აქვს არავის, იმიტომ რომ სიმართლე არის ის, რასაც რეალურად ჩვენ ვამბობთ და რაზეც გახარია მისაუბრა. ეხლა ჩვენ რა დავადგინეთ და მე ვსაუბრობ აქ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არავითარ შემთხვევაში ჰაერზე. ეს იყო წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა, განხორციელებული ჩასაფრებით, განხორციელებული თვალთვალით, შეიარაღებული, მათ შორის შეიარაღებული პირების მიერ, რომლებიც ამ ყველაფრის წინასწარ ჩაწერას ახორციელებდნენ და რაშიც ჩართული იყო როგორც პოლიცია, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამწუხაროდ შერატონ ბათუმი. ეხლა რა მიუთითებს ამ ყველაფერზე და ჩვენ ეხლა შეიძლება ოცნება ეცადოს და ყველანაირად ეცდებიან, რომ აი რაღაცა წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს იყო შემთხვევითი, სპონტანური, ასეთი, ისეთი ვიღაცაებს იქ ხელები შეაწმინდონ, მაგრამ არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენ ამ მტკიცებულებებს ეტაპობრივად გავასაჯაროებთ და საზოგადოებისთვის გახდება ნათელი ის, რაც იქ რეალურად მოხდა. როგორც არ უნდა დამალონ მტკიცებულებები, როგორც არ უნდა მოახდინონ ჩანაწერების ფალსიფიცირება, რომელიც შერატონის დახმარებით სხვათა შორის პროკურატურამ ძევლად აიყვანა, რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. ეხლა რა მოხდა? მთელი დღის განმავლობაში გიორგი გახარიას უთვალთვალებდნენ, მე შეგნებულად არ ვასახელებ ადგილმდებარეობას, იმიტომ რომ ჩვენ ამ მტკიცებულებების მოპოვებაზე ახლაც ვმუშაობთ. უთვალთვალებდნენ რეჟიმის წარმომადგენლები, მათ იცოდნენ ის შერატონში, როდის შევიდა, როდის გამოვიდა და როდის ბრუნდებოდა, მათ მოასუფთავეს შერატონის ლობი, სადაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დესკთანაც კი, აი რისეფშენს, რასაც ვეძახით, არ იყო არც ერთი წარმომადგენელი სასტუმროსი, რაც არის უკანასკნელი დონის სასტუმროშია 24 საათიან რეჟიმში, რისეფშენში მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც, არ იყო დაცვა, ანუ ეს ადამიანები თავდამსხმელები ლობიში წინასწარ იყვნენ ჩასაფრებულები, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიარაღებულები და მომზადებულები იმისთვის, რომ თავდასხმა შემდგომ თვითონვე ჩაეწერათ. ამაზე წინასწარ არსებობდა გარკვეული გარიგება შერატონთან, რომ ლობი იქნებოდა ცარიელი. მას შემდეგ, რაც ბატონ ზვიად ქორიძეზე დაახლოებით პირველ საათზე განხორციელდა თავდასხმა, შერატონმა არ მიიღო ზომები, რომ გამოეძახა პოლიცია. ესეც განპირობებული იყო იმითი, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ 2:20 წუთზე, დაახლოებით 2:22 წუთზე გახარია შერატონში ბრუნდებოდა და მათ უნდოდათ, რომ ლობი ყოფილიყო ცარიელი და ამით იყო განპირობებული ის, რომ მას შემდეგ რაც სადღაცა იქ მიყრუებული კუთხიდან შერატონის ბატონი ზვიადის ყვირილზე ფაქტიურად ვიღაცა გამოჩნდა, ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი, ნაცვლად იმისა, რომ თავდამსხმელები გაერიდებინათ იქიდან, ბატონი ზვიადი გაარიდეს და ნომრისგან წაიყვანეს და გააგრძელეს ეს შესაბამისი პირობების შექმნა. შემდეგ იქ არის მისული სუსის თანამშრომელი, რომელსაც შემოწმებული აქვს შერატონის დაცვის თანამშრომლების მობილური ტელეფონები. ეს ვიცი თქვენ დადასტურებულად. ეს ჩვენი გამოძიების დადგენილი. რომ წაეშალათ ის მასალა, თუ კი ვინმემ რამე გადაიღო, ანუ ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა მოეხდინათ მტკიცებულებების განადგურების. შემდგომ ადგილზე პოლიციას, რომელიც გამოცხადდა 47 წუთის, ზუსტად ვამბობ, დაგვიანებით და აი ეს წუთებით გვაქვს და წამებით დათვლილი, როდესაც ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა ორჯერ გამოიძახა პოლიცია და თქვენ უნდა ნახოთ, უბრალოდ უნდა უსმინოთ დამოკიდებულება ან 112-ის, ან ადგილზე გამოძახებული გამოცხადებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების, ამისი ამსახველის შესაბამისი ვიდეო მასალაც გვაქვს, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ. კოორდინაცია პოლიციის და შერატონის, რომ შერატონი ავტომატურად იქ მტკიცებულებებს შლის, ანადგურებს, წმენს, პოლიცია არაფერს არ აკეთებს, ცხადდება 47 წუთის დაგვიანებით და 3 საათი და 10 წუთის დაგვიანებით არტყავს ეგრეთ წოდებულ დამცავ ლენტას, როცა იქ უკვე დასაცავი აღარ არის არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. ეხლა ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს? სუსი, პოლიცია, შერატონი ჯერ ერთად მუშაობდნენ ორგანიზებაზე, ჩასაფრებისთვის პირობების შექმნაზე, შემდგომ მტკიცებულებების განადგურებაზე და შემდგომ იწყება კიდე
ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კამერების. ანუ რა ხდება, პოლიცია როგორც კი ადგილზე მიდის, პირველი რასაც აკეთებენ, იტაცებენ პრაქტიკულად უსაფრთხოების სამსახურის უფროს. ეს ადამიანი არის თურქი, ვინაობა დადგენილი გვაქვს და გაიტაცეს რატო? ის არის პასუხისმგებელი კამერების უსაფრთხოებაზე. რომ პირველ რიგში მასთან დალაგებულიყვნენ და ეს კამერების საკითხი მოეგვარებინათ. ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ ამ კამერების გასაჯაროებას, პირველივე დღეს მივმართეთ Sheraton Batum's და Marriott International-ს, ქსელს, რომელსაც Sheraton Batumi ეკუთვნის და მოვთხოვეთ უმნიშვნელოვანესი რამ. მიუხედავად იმისა, გამოძიება წაიღებს თუ არა ჩანაწერებს, თქვენ ამისი ასლი შეინახეთ, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ რეჟიმზე, რომელმაც განახორციელა თავდასხმა და რომლის ინტერესში არ შედის გამოძიება. ამიტომ თქვენ შეასრულეთ თქვენი ვალდებულება მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვის და მომხმარებლის უფლებების დაცვის. რა გააკეთა Sheraton-მა? მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში პირველი 6 დღე Sheraton-ის მენეჯერი იმიზეზებდა იურისტებთან კონსულტაციას, ჩვენს წარმომადგენლებს ატყუებდა, ეხლა ბუნებრივია ჩვენ თავს არ ვიტყუებდით, უბრალოდ ჩვენთვის ნათელი იყო რას აკეთებდნენ ესენი და უცებ აღმოჩნდა, რომ როგორც კი გიორგი გახარიამ გამოთქვა სურვილი გამოკითხვაზე მისვლის, მე დავრეკე პროკურატურაში, დავაფიქსირე ჯერ შსს-ში, შემდგომ პროკურატურაში ეს პოზიცია, პასუხის დაბრუნებას ელემენტარულ საგამოძიებო მოქმედებაზე დაჭირდა 3 საათი, შემდგომ ვიგებთ, რომ საქმე გადაგზავნილა თურმე პროკურატურაში, შემდგომ პროკურატურა მომდევნო დღემდე გვიწელავს პასუხს და იკარგება. ამასობაში ხდება ის, რომ Sheraton-ი და პროკურატურა ერთმანეთთან არიან სრულ კოორდინაციაში. მე შეგნებულად არ მინდა ეხლა დეტალები გავაჟღერო 21-ში რა გააკეთა დილით, რა გააკეთა Sheraton-მა, იმიტომ რომ ამას ვიკვლევთ და არ მინდა რომ მტკიცებულებების განადგურებას ხელი შეუწყო, იმიტომ რომ ყველაფერს არიან მოდებულები, ყველას ემუქრებიან, ყველგან მიდიან, კამერების წაშლაზე მუშაობენ, ისტერიულად მუშაობენ, რომ კვალი არსად არ დარჩეს, ამიტომ ამ ნაწილს შევინახავ და მე რა გააკეთა პროკურატურა. დაახლოებით 9 საათზე Sheraton-ისგან ვიღებთ, რომ ყველაფერი პირწმინდად არის წაღებული. ანუ პროკურატურაში ჩვენ დავადგინეთ 2 განჩინება ქონდა. ესეც აი ჩვეულებრივი თაღლითობა მიმართული მტკიცებულების განადგურებისკენ. ერთი განჩინება ინფორმაციის გამოთხოვაზე, რაც ითვალისწინებდა ასლების დატოვებას Sheraton-ისთვის და მეორე განჩინება ინფორმაციის პირწმინდად ამოღებაზე, რომელიც აიღეს სასწრაფო წესით, მაშინ როცა გახარიამ დააფიქსირა. ეს ნიშნავს იმას, რომ ძევლად აიყვანეს მტკიცებულებები. ეხლა ჩვენ უნდა გავეცნოთ ამ საქმის მასალებს. ფეხს ითრევენ რაზე, რომ ზუსტი პასუხი გითხრან, სად არის ჩანაწერები. კი ბატონო, იცით რა მაინტერესებს? დასტური იმისი, რომ იცით რა მაინტერესებს? ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას? აი კადრებში, რომელიც მე თავადვე გაავრცელეს, აი ჯერ რომ დგას გახარია და მე უცებ ერთ წამში რომ უკვე რაღაცა ძირს ყოფს, ხედავთ ამის იქით არაფერი არ არის და ხედავთ მარტო დიტო სამხარაძეს. ხო, აი სამხარაძის გარდა ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც იყვნენ დიტო სამხარაძესთან ერთად? ნახეთ, ეს სუბიექტი ხა თქვენ ვინც ახსენეთ, არავინ არ არის გახარიას თავს რეალურად დაესხა ივანიშვილი, რომელიც შემსრულებლებზე ივანიშვილი დაესხა თავს გახარიამ არაერთხელ. ანუ მე ვიცი რა სოსტემ ასევე ცნობილი სახეები იყვნენ ოცნების სამხარაძესთან ერთად თუ რაღაცა ჩვენ გამოძიებას ჩვენ რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ ჩვენ ვაცდით გამოძიებას, სახის შენარჩუნებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგამოძიებო სტრატეგია, ჩვენც ვმუშაობთ ამ ადამიანების ვინაობების, ანუ შემსრულებლების ვინაობების დადგენაზე, არა იმიტომ რომ გახარიას რაიმე პრეტენზია აქვს ამ სამართლებრივად რა თქმა უნდა ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, მაგრამ იმისთვის რომ რეალობა გავარკვიოთ, ხო, და ყველა დეტალი აი ამ თავდასხმის ვიცოდეთ. მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ და კი იქ იყვნენ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ოცნების წარმომადგენლები, ამ ადამიანებს არანაირი, აი როგორ გითხრათ, მანდატი კი არა, თავი არა აქვთ უბრალოდ იმისი, უფლებამოსილება, არც ფორმალური და არც არაფორმალური, რომ სუსი ამუშაონ თვალთვალზე, პოლიცია ამუშაონ თვალთვალზე და ჩასაფრებაზე, ხო? ეს უფლებამოსილება დღეს ამ ქვეყანაში ერთადერთ ადამიანს აქვს, ივანიშვილს, რომელიც არის ძალადობის მთავარი წყარო ქვეყანაში. მისია სუსი, მისია პოლიცია, მისია პროკურატურა, ამიტომ ეხლა რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ აიცით რა ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ნუ ეს არის უბრალოდ წყლის ნაყვა, იმიტომ რომ მტკიცებულებები კიდევ რა მაინტერესებს? აი რაღაცა ეს ამ ყველაფერში დაკვეთა
ორგანიზებულობა, ჩასაფრება, ეს ყველაფერი კვალი გარდაულად უკავშირდება ივანიშვილს. კი ბატონო, აი ივანიშვილმა დაგეგმა რაღაცა აი ამ ტიპის რევანში გახარიას წინააღმდეგ კონკრეტული რაღაცა შემსრულებლებით დაიგეგმა ეს ძალადობა, შეთანხმებულია სუსთან, პროკურატურასთან, სასტუმროსთანაც კი ასე შემდეგ, ანუ არავის დაჭერას წინასწარ იციან რომ არაპირებენ, ეს ამბავი ისე ჩაივლის რომ თითქოს არც მომხდარა გახარიაზე ეს თავდასხმა და შემდეგ თავადვე ავრცელებენ პროპაგანდისტული მედიის საშუალებით რაღაცა რამდენიმე წამიან კადრს, სადაც ვითომ გვიხსნიან რომ აი გახარიამ რაღაცა ყავა შეასხა თურმე და ამას მოყვა ეს ყველაფერი. აი რა უნდათ მაშინ? აი ეს კადრები რატო გასაჯაროვდა მაშინ ეს ავხსნათ? აი საერთოდ რომ არ ეჩვენებინათ და ეთქვათ რომ აი რაღაცა პირიქით გახარიამ იძალა და თავიდან და მე ამას მოყვა დაპირისპირებაო. ესეც ხო ვერ დადასტურდება, იმიტომ რომ ყველანაირი მასალები რამაც შეიძლება ეს აღწეროს თვითონვე აქვთ გამქრალი და აი რა ქნეს მაშინ? აი თავად რაღაცა რო გვაჩვენეს რა იყო ეს ამბავი ესე არ ჩაივლის. მათ შეიძლება უნდათ რომ ესე ჩაიაროს, მაგრამ ესე არ ჩაივლის. ამას აქვს ძალიან მძიმე პოლიტიკური განზომილება, მძიმე სამართლებრივი განზომილება და საერთაშორისო განზომილება, იმიტომ რომ ივანიშვილმა რა მოძრავებდა ივანიშვილს, მოდი ასე ვთქვათ. ივანიშვილისთვის გახარია არის დღეს პოლიტიკურ ველზე მთავარი საფრთხე. ჩვენ გავიხსენოთ უბრალოდ მას შემდეგ რაც გახარია გადადგა და ოპოზიციაში წავიდა, ივანიშვილის წერილებიდან დაწყებული გამოსვლებით დამთავრებული, აი ეს თავარი სატკივარი და ბოლო 21 ოქტომბრის ინტერვიუ, სადაც ყველაზე მკაფიო და ყველაზე ისეთი ინტენსივობის ხარისხით მძიმე მუქარა გააჟღერა, იყო ეს 21 ოქტომბრის მუქარა არჩევნებამდე, როდესაც იმედზე დაჯდა. მისი მთავარი მეტოქე ის ასე უყურებს და რეალობაში ესეც არის, ელექტორალური თვალსაზრისით და ყველანაირი თვალსაზრისით არის გახარია. ამიტომ მან გააკეთა ის, ანუ აღასრულა ის მუქარა, რომელიც გააჟღერა არა მარტო საჯაროდ, არამედ სხვადასხვა ფორმით და გახარიამ ამაზე ისაუბრა, ის ამ მუქარებს ანხორციელებდა. თუმცა ნახა რომ არავის არათუ არ ეშინია, არამედ ორმაგი ძალებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მან მართლაც მისთვის ყველაზე ძვირფასი ფული და ძალაუფლება დაკარგოს. რა უნდოდა, ხო? რა უნდოდა? არაფერი, რაღაც მეტოქის განეიტრალება უნდოდა. ჩემი აზრით, უნიჭოდ მოიქცნენ, აი, როდესაც ის კადრები გაავრცელეს, იმიტომ რომ მათ მიაყენა ამ კადრებმა მხოლოდ და მხოლოდ იქ დაზარალებული მარტო გახარია მათ მიაყენა ამ კადრებმა მხოლოდ და მხოლოდ ზიანი. გახარიას ჰქონდა ძალიან სწორი რეაქცია ამაზე. ნებისმიერ ადამიანს ასეთი რეაქცია ექნებოდა ორგანიზებულ ჯგუფურ წინასწარ ჩასაფრებით. ეს არავის არ ეგონოს, რომ ეს ჩასაფრების მომენტიც ჩვენ ძალიან კარგად გვქონდა გააზრებული, ხო? იმიტომ რომ იქ ბევრი ადამიანი იყო, მოკლედ, როდესაც ის მოძრაობდა ჯერ საქალაქო სასამართლოში, ბათუმში ის არ იყო ჩასული სასეირნო. მანამდე შეამჩნია რომ მანამდე იყო, კი, ეს იყო მანამდე, ეს იყო მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა, ჩვენ ამისი დამადასტურებელი. და იქ სასტუმროშიც რამე მაინტერესებს, იქ სასტუმროში რაღაცა მარტივი იყო, უფრო ეს ამ ტიპის პროვოკაცია გულისხმობ, რომ იქ რაღაცა გახარია მარტო იყო, არ იყო არც მოლი, დაცვა, თანაპარტიელი, ამიტომ მათი მიზანი იყო, რომ ასე ვთქვათ, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი შეერჩიათ ამისთვის და სასტუმრო იყო ყველაზე ხელსაყრელი მომენტი, იმიტომ რომ შერატონთან შეთანხმებით მოქმედებდნენ და ეს იყო დანაშაულის განსახორციელება და ყველაზე ხელსაყრელი მომენტი და ყველაფერი აი რაც ადგილზე გააკეთეს, აბსოლუტურად ყველაფერი. თქვენ რო ნახოთ, აი ჩვენ გვაქვს ეს ვიდეო კადრები, თქვენ რო ნახოთ, ან პოლიცია რას აკეთებს ადგილზე, ან მერე დაგვიანებით გამოჩენილი შერატონის დაცვა რითია დაკავებული. აი ყველაზე სწორი სიტყვა ალბათ არის რომ აი დაყიალობენ ჩვეულებრივად იქ შემთხვევების. არა მე მაგალითად შოქში ჩამაგდო იქ პერსონალმა რომ დასუფთავება დაიწყო რაღაცა თავდასხმა და რამდენიმე წუთში. ახლა ეს ოკეი ფათ და დავუჯერეთ აი ესე მიამიტურად რომ შერატონმა არ იცოდა რა სასუფთავებდა. როგორ არ იცოდა ხა სისხლს რო ხედავ შერატონი პასუხისმგებლობას ნახეთ ვერ გაექცევა იმაზე რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გიორგი გახარიასთვის სრული მასალა გადაეცათ ასლი და მათ ეს დღეების განმავლობაში არ გააკეთეს. ეხლა რა ხდება, იცით? აქ ხო სულელი არავინ არ არის, ეხლა თუ ფიქრობენ რომ ჭკუაში ვიღაცას მოატყუებენ, ჩვენ ხო ჭკუაში ვერ მოგვატყუებენ. შერატონის ბათუმის გენერალური დირექტორი ჩვეულებრივად მძევლად ყავს აყვანილი პროკურატურას და აჭარის მთავრობას და მისი პასუხები, რასაც აგზავნის ჩვეულებრივად იწერება პროკურატურაში. ეხლა მე მინდა ყველას გასაგონად, პირველ რიგში პროკურატურის გასაგონად ვთქვა.
და გაუფრთხილდნენ ამ შერატონს, იმიტომ რომ ხა ეს შერატონი თანამონაწილეობაზე პასუხისგებლობას ვერ გაექცევა და საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ეს ხალხი არა მარტო ორგანიზებაში დახმარებაზე მოუწევთ პასუხისგება, არამედ მტკიცებულებების განადგურებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში ჩართული იყო შერატონის სუსი პოლიცია. აი ეს გარდა თავდამსხმელებისა, ვისი ბრალეულობაც იქ იკვეთება, ამიტომ ახლა პროკურატურაზეა დამოკიდებული სახეს შეინარჩუნებენ თუ არ შეინარჩუნებენ. ადვოკატის მეშვეობით. მათი საკომუნიკაციო ჩვენ უკვე გავაჩერეთ ეს პოლიტიკურ დონეზე კომუნიკაცია და მათ სამართლებრივად უკვე ელაპარაკება ადვოკატი, რომელიც შესაბამის პროცედურებს წარმართავს, როგორც შიდა დონეზე, ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო დონეზე და მათ შორის Marriott International. და ნათია ერთიანი კონტექსტია ბუნებრივია, აქედან გამომდინარე მინდა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რაც ეხება სწორედ ხელისუფლების ცვლილების თემას, გახარიამაც თქვა და ის ფრაზა მახსოვს, რომ აი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა ყველაზე ძვირფას დაკარგოს ფული და ძალაუფლებაო. აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს მინდა გკითხოთ, აი უკვე ვაკვირდებთ, ხო 60 დღე არის დღეს ფაქტობრივად 2 თვეა მართლაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. შეიძლება ერთ დღეს უფრო ცოტა ხალხი გამოვიდეს, მეორე დღეს უფრო მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წნეხი არსებობს და არსად არ გამქრალა. აი სანამდე უნდა მივიდეს ეს პროტესტი, მაშინ ასე დავსვამდე კითხვას, მეპასუხებთ რომ ალბათ შედეგამდე, მაგრამ აი ეს შედეგი რამ უნდა მოიტანოს? აი სანამდე უნდა გავძოლოთ ასეც დავსვამდი კითხვას, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი გადის, სამწუხაროდ დროის გასვლასთან ერთად უფრო მეტ ახალ პოლიტპატიმარს ვიღებთ და აი რაზე არის დამოკიდებული, რამ შეიძლება ეს კაცი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ, რომ აი რაღაც ტიპის კომპრომისზე წავიდეს. მინიმუმ დიალოგი დაიწყოს თუნდაც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი რაღაცა დროის გასვლასთან ერთად უკვე ნელ-ნელა შეიძლება ჯერ ადრე ამაზე საუბარი, მაგრამ ესე სწრაფად გადის, რომ წამოგვეწია აგერ თვითმმართველობის არჩევნები და უკვე ამაზე თავად ქართული ოცნების წარმომადგენლებიც საუბრობენ. ხომ ამის იმიტომ ვკითხულობ, რომ ახალი არჩევნებიც არის ბუნებრივი აი ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. აი რა ფაზაში ვართ ახლა თქვენ ლიდერი საუბრობდა სწორედ ამ ფაზებთან დაკავშირებით და აი ამაზე ვისაუბროთ. მოდი პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ და ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ რაღაცა ხალხი დავამშვიდო, მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა, ხო, ეს мотиваცია არ მომოძრავებს, ანუ რეალურად ესეა, რომ დღეს პროტესტიც და ყველაფერი ის, რაც პროტესტის ირგვლივ ხდება, იგივე საერთაშორისო წნეხი, ეს ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, ანუ პროცესი ვითარდება კარგად, რა მხრივ ახლა მე არ გულისხმობ, ძალიან ბევრი პატიმარი ყავს უდანაშაულო ადამიანი, რეჟიმის სინდისის პატიმრებით ციხეში ამ ნაწილს, ანუ წნეხის ნაწილში გულისხმობ, რეჟიმზე წნეხის ნაწილში, ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ამას, რომ აი ილუზია არ უნდა გქონდეს იმისი, რომ ეხლა ამას დავამთავრებთ ერთ კვირაში, ორ კვირაში, ეს რომ იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი, ტკივნეული პროცესი, ამისთვის ჩვენ ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას ჩვენ ამისთვის ვამზადებდით და ეხლაც იგივე შემიძლია ვთქვა, ხო? ეს რა თქმა უნდა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ ეხლა როგორც ეს ყველაფერი ვითარდება, ეს არის ძალიან ლოგიკური და წნეხი ყოველდღიურად იზრდება. ეხლა მე რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური პატიმარი ყავს. ჯერ ერთი რეჟიმს არ ელაპარაკება არავინ. ეს არის ნომერ პირველი გამარჯვება, გულისხმობ დემოკრატიულ ქვეყნებს. ამ არჩევნების შედეგები არ უღიარებია არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას. ეს არ უღიარებია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს. ეხლა ვიღაცა რომ არალეგიტიმურ კობახიძეს როგორც პროტოკოლის ნაწილად გამოუგზავნის რაღაცა მისალოც, ეს არაფერს არ ნიშნავს. რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს არავინ და რეჟიმს არ აღიარებს არავინ. ეს ერთი საერთაშორისო დონეზე, ხო? არ ყოფილა არანაირი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები, ამ ხალხს არავინ არ სადეპატიჟება, მეტიც. ჩვენ გადავედით უკვე ისეთ ფაზაში, როცა მარტო პოლიტიკური აქტორები კი არა, ეკონომიკური აქტორებიც არავინ არ სად აღარ ეპატიჟება დავოსის ეკონომიკურ ფორუმს გულისხმობ, რასაც ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგები ქვეყნისთვის შეიძლება მოყვეს და აი როცა ფაზებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ახლა აი ამ მეორე ფაზაში ეკონომიკური კრიზისის ფაზაში ვიმყოფებით. ამიტომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტმა შეიძინა უკვე განსხვავებული სახე. ანუ ადამიანები იყენებენ პროტესტის სულ უფრო და უფრო განსხვავებულ მეთოდებს, ხო და ფორმებს. აი ავტობუსები იყო ამის რეჟიმს წარმოდგენილი ქონდა, რომ აი რეჟიმს ვერ გაუგია, მაგალითად ივანიშვილს ვერ გაუგია. აი საიდან მოდის ეს განსხვავებული მეთოდები და იმდენად ვერ გაუგიათ, რომ ხალხი არ ნებდება. ეს ხო ხალხის ბრძოლის შედეგია, ახალგაზრდების ბრძოლის შედეგია, რომ მე აი ამ რაღაც კონსპირაციებში მიდიან, რომ აი სადღაც
ავტობუსებში, მაგალითად, ავტობუსებზე კიბერშეტევა Deep State-მა განახორციელა და სადღაც გლობალური ომის პარტია ახდენს ზეწოლას ქართველ ხელოვანებზე და თეატრზე და აი ამ მასშტაბის ეს პერფორმანსი, რომელიც მათ გააკეთეს, თურმე გლობალური ომის პარტია და Deep State-ი მართავს, ხო? სიგიჟე სრული. ამიტომ ეს ყველაფერი, ეს განსხვავებული მეთოდები მუშაობს. ჩვენ თავარია, რომ არ შევწყვიტოთ ეს ბრძოლა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იქნება ერთ დღეში, ორ დღეში და მე ვფიქრობ, რომ ვინც ის ადამიანები, ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთნენ, ეს ძალიან კარგად ჰქონდათ მათ გააზრებული. მეორე, შეცდომები არ დაუშვათ. რეჟიმი ეცდება ყველანაირად პროვოკაციაზე წამოგვაგოს. ჩვენ მათთან მორალური უპირატესობა მიუხედავად იმისა, რომ ძიმეა ეს ყველაფერი მესმის, არ უნდა დავკარგოთ, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი ფორმით. დასავლელ პარტნიორებს ყველა ინსტრუმენტი მათ წინააღმდეგ ჯერ არ გამოუყენებიათ, ეს არ შესულა პიკში. სანქციები დაიწყო, დამძიმდა ნელ-ნელა, გადავიდა ფინანსურ სანქციებზე, მაგნიტსკის სანქციებზე, ეს არ არის შემთხვევითი მაგნიტსკის სანქციები, ხა ადამიანებს უთხრეს, რომ თქვენ რაც ჩაიდინეთ, ჩვენ ამას წამებას ვარქმევთ, ხო? იოსელიანი რეჟიმის არასახალხო დამცველი კი არ არქმევს ამას წამებას, მაგრამ იმან ვინც მეტი იცის და ვისაც ასე ვთქვათ, ხო, ამიტომ ეს ყველაფერი დამძიმდება, ჩვენ არ გვინახავს ჯერ ამერიკის შეერთებული შტატებისა ეს სუსხავი ხელი ისე როგორც ეს საჭიროა რომ გვენახა, ამიტომ სხვა გასასვლელი უბრალოდ იქ ბიზნესია შეშინებული ივანიშვილთან დარეკვა და ტელეფონის აღება აღარავის უნდა. იქ სისტემის შიგნით, ხო, ანუ ეს არის ტურბულენტობაა, ესე არ არის, იგივე ძალოვნებში, იგივე საჯარო სექტორში, იგივე ეს თქვენი სიუჟეტი ვნახე ახლა ცესკოს თანამშრომლები როგორ ხმამაღლა დაიწყო ამ ხალხმა ლაპარაკი. ამიტომ ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივა, მთავარია გქონდეს მოთმინება, ბრძოლის უნარი და არ დაუშვათ შეცდომები. კი ბატონო. და ნათია, კიდევ მინდა აი ბოლო კითხვა მინდა დავსვა. რამდენად მუშაობთ ამ ყველაფრის პარალელურად, აი როგორ თქვა, რაღაც გადმობირება თუ გადარწმუნება, არ ვიცი, გამოღვიძება ოცნების ამომრჩეველზე, რომელიც ამ დრომდე შეიძლება რაღაც ნაწილი რჩებოდეს პროპაგანდის მსხვერპლად და ზოგადად რამდენად მუშაობთ, რომ აი ამ ყველაფრის პარალელურად ოცნების პროპაგანდასაც დაუპირისპირდეთ და რატომ ვკითხულობ ხა ამას სოციალურ ქსელში ვნახე სხვათა შორის რაღაცა ვიდეო, იმედი ჟურნალისტი ეკითხებოდა ბერდიას რამდენი სქესი არსებობსო და ბერდიამ რაღაცა უკმაყოფილება გამოთქვა მოკლედ ამასთან დაკავშირებით და ბევრმა სხვა პოლიტიკოსმაც. აი რატოა თუნდაც პრობლემა, რომ აი რომ მოდის კი ეს პროპაგანდისტი, ჟურნალისტი და რო გეუბნებათ რამდენი სქესი, რო კითხვას რო სვამს, რომ აი რამდენი სქესი არსებობს, ამას პასუხი გასცეთ. აი ძალიან მარტივი ხო, რავი, რამდენი სქესი, ორი სქესი არსებობს. დედრობითი, მამრობითი, ხო, არ ჭირდება ამას რაღაცა ბევრი ის რა ქვია, სტენფორდი და ოქსფორდის დასრულება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას. ხომ აი რატომ არ ხდება თუნდაც აი ამ კუთხით დაპირისპირება, აი ასხლეტვა ზოგადად აი ამ პროპაგანდის, რამდენად სწორით მიგაჩნიათ, იგივე ომის თემასთან დაკავშირებით და მე გამოიკვეთა, რომ ესეც იყო პრობლემა, რომ აი თუმცა რაღაცა იგნორირება ხდებოდა აი ამ თემის. აი მოდი პირველ რიგში და კარგია რომ ეს კითხვა დამისვით, იმიტომ რომ არ ვიცი 1000 ადგილას ვიყავი და ჩემთან არ მოსულან და იმედი მაქვს, რომ იმედის ეთერში გაუშვებენ ამას. კი, არსებობს ორი სქესი და წერტილი ამას არ ჭირდება რაღაცა ზედმეტი ინტერპრეტაციები. ეხლა ოცნება ამას რა მიზნით აკეთებს, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ რეალობა ეს არის. ეხლა მეორე საკითხი, რაც შეეხება თლიანად რა მისთავს აკეთებენ, იქაც არასწორად სვამე სხვათა შორის ნათია კითხვას, მაგდენსაც ვერ ხვდები ამ სამწუხაროდ. ხო, ანუ თლიანად მასშტაბურად პროპაგანდას რაც შეეხება, ხო? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტია ყველაზე კარგად, ნუ სხვებთან შედარებით ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, წინასაარჩევნოდ აცნობიერებდა პროპაგანდის ეფექტს და შედეგებს, იმიტომ რომ ჩვენ დავდიოდით ძალიან ინტენსიურად რეგიონებში და ორი რამე რაზეც გავლენა პროპაგანდა მოახდინა, ერთი იყო ეს ომი და მშვიდობის თემა და მეორე იყო ანტი-LGBT კანონი, რომელიც ოცნებამ შეიმუშავა, ხო? ეს ორი რამე მუშაობდა. ეხლა ჩვენ გქონდა ძალიან მწირი რესურსები, ფინანსურ რესურსს გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა პარტია, ვინც კი გამოხატავდა სურვილს, ანუ ჩვენი პარტია რაზე იყო ფინანსური რესურსი არის პარტიის წევრების მიერ გაკეთებული მცირედი დონაციები და ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ტელევიზია და ჩვენ ძირითადად სოციალურ მედიაზე ვიყავით დამოკიდებულები. ამიტომ ჩვენი აი ეს სალაპარაკო არხი ძირითადი რეგიონებში, სადაც ყველაზე დიდი იყო გავლენა პროპაგანდის, იყო ფიზიკური კომუნიკაცია ამორჩეველთან. მე ვფიქრობ, რომ იმ ხალხს, ვისაც არ ქონდა არჩევნებამდე გაცნობიერებული, რომ ეს პროპაგანდა მუშაობდა, ჩვენ გქონდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ რესურსი გქონდა მწირი. ამით იყო განპირობებული ის, რომ ჩვენ წინასაარჩევნო მესიჯებში ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო ნამდვილი მშვიდობა. და ჩვენ საუბრობდით ძალიან ბევრს ბალანსის
პოლიტიკაზე. იმ ხალხს, ვისაც ეს გაცნობიერებული არ ქონდა და ყველაზე მეტად ალბათ ეს ეხება პოლიტიკურ აქტორებს და მედიასაც, იმიტომ რომ ხო, ანუ ესე იქმნება საზოგადოებრივი აზრი, ამ პროპაგანდის საკითხს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმიტომ რომ ამ ხალხთან სამუშაოა, ეს ხალხი არიან ჩვენი მოქალაქეები, ეს ხალხი ხო არის მსხვერპლი რეალურად პროპაგანდის. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სადღაც ქალაქში, რაიონში ცხოვრობს, არა აქვს წვდომა სოციალურ მედიაზე და 24 საათი უყურებს იმედს. იმედზე, სადაც მასალა გადის, ნაცია ბერდიას რო ეკითხებიან, ის ბრაზდება და ეუბნებათ გადი ჟურნალისტო, ხო? ანუ რატო არ გასცა პასუხი? ბერდიასთან მიმართებით ეხლა მე. რატო ან ბერდია რაღაც კი არ ამოვიჩემეს, სწორად გამიგეთ. უზრდელურად მოიქცეს, კი არ ამოვიჩემ, მაგრამ ბევრმა გააკეთა, ხო? მსგავსი. არასამთავრობოებმაც მათ შორის მე ამას ჩეხავენ და რაღაცა დამახინჯებულად გადის ეთერში, რომ პასუხი არა აქვთ. ნახეთ, სამწუხარო რა არის, იცით, რომ ეხლა ეს პროპაგანდისტული მედია ზოგადად ანუ მედია სტანდარტებზეც ანუ პრეტენზია ამ ხალხს ვეღარ უნდა კონდეს, იმიტომ რომ ეხლა მივიდნენ ბრიფინგზე, სადაც ადამიანზე უმეტეს თავდასხმა განხორციელდა და ბრიფინგს აწყვეტინებ ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა მანდ და ესვათ ბრიფინგის გაწყვეტინების დროს, ეხლა ჩემი აზრით უზრდელობაა ელემენტარულად, ამიტომ აქ ამის იქით აღარ გავაგრძელებ. თავისი გაჭირვება ეყოფა იმედმა და სხვათა შორის მისმა მფლობელმა პირველი რაზეც პასუხი უნდა გაცენ არის ვის ემსახურება საერთოდ ეს ხალხი. ხო, აი ძალიან დიდი ვრცელი ინტერვიუ რო იყო, ხო, ხალხს აინტერესებს ერთადერთი რამ. არის ეს იმედი ივანიშვილის ინსტრუმენტი თუ არ არის, ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხი. ხო, ანუ იქ რაღაცა პოლიტიკოსივით რო ჩამოჯდა და იქ რაღაცა აზრები აფრქვია იმედის მფლობელმა, ეს არის რეალურად ინსტრუმენტი ძალადობის ერთ-ერთი, სხვათა შორის, ანუ ივანიშვილის რეჟიმი დღეს დგას ძალადობაზე, კორუფციაზე და პროპაგანდაზე, ხო? ამიტომ აი ეს როლი უნდა გაითავისოს მისმა მფლობელმა და სანქციების შიშით იქ რაღაცა ინტერვიუებს კი არ უნდა აძლევდეს, ხალხს უნდა გამოვიდეს და უთხრას რა როლი აქვს აი ამ ყველაფერში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პროპაგანდის ნაწილს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, გაცილებით სერიოზულად, ვიდრე აქამდე ვეკიდებოდით და ამაზე არის სერიოზულად სამუშაო და ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია. კი ბატონო. ძალიან